აი ბიზნესი ამას აღარ აქვს. ამას აქვიან მაიმუნობა და ჩვენ მაიმუნობთ აქ და რატო? არის ისეთი რამე, რაც ობიექტურია და ჩვენზეა დამოკიდებული. არის ისეთი რამე, რაც აღარ ჩვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ იმას რომ თავი დავონებოთ, რომ კრიზისია, იმას რომ თავი დავონებოთ, რომ ფული აღარ იშოვება. ელემენტარული არავნაირი ხელშეწყობა არ არის. ხელშეწყობაში რას გულისხმობთ? ეხლა ხელშეწყობაში რას გულისხმობთ? როდესაც მოგებას ვიხდით. ხომ ჩვენ ბიუჯეტში ვრიცხავთ ამ მოგებას. ეხლა ისეთი სიტუაცია, ყველა მუშაობს წაგებაზე. იმას არ ვიცახი რომ ბიუჯეტიდან აქეთ მოგცემ ფული, მაგრამ ნუ გადაგვაჯარიმებ და ამ გაუბედურებულ ხალხს ისედაც ნუ დაგვახჩობთ. მანქანა რომ გაყიდულიყო. ჩვენ ხომ გავყიდით იმ მანქანას. მანქანა არ იყიდება. აგე გუშინ ეხლა საბუთებს გაჩვენებ, სამ მანქანაზე 903 ლარი გადავიხადე იმის გულისთვის, რომ 45 დღე კიდევ მომწეს უფლება, რომ ბაზარში იდგეს მანქანა. ეს ბაზრის ხარჯის გარდა. გაზრის რომ გაყიდულიყო, ხო გავყიდით. ესე იგი არ გაიყიდა. კიდევ მაჯარიმებ. კარგი ბატონო, არ გავაგრძელო, აგერ ერთი მანქანა არის 1000 ლარიან ჯარიმაზე გადავიდა, რომ ვერ გაიყიდა. რაღაცა შეღავათ შეუძლია. და რას გულისხმობთ? შეღავათი რა შეიძლება იყოს? თქვენი კოლეგები საუბრობდნენ ჯარიმების გაუქმებაზეც, რომ კი 1000 ლარიან ჯარიმებზე ვარ წასული ყველანი თითქმის 90%. ზუსტად რომ ამიხსნათ ეს რას გულისხმობს? ანუ რომ აი ახლა გამბაჯების ვადა ქონდა 45 დღე, გადავავადეთ 45 დღე კიდე. ვერ გავყიდეთ, ხო? მე იძულებულები ვართ რომ ჯარიმაზე წავიდე და აი 1000 ლარიან ჯარიმაზე პირადად მე ვარ წასული. და ჩემნაირად თითქმის ყველა მანქანა წასული. 90%. კარგი. ფიქრობთ რომ ანუ ეს გარკვეული შეღავათი იქნება? ჩვენთვის რაღაცა შეღავათი მაინც იქნება რა. ეს 1000 ლარი ცოტა ხო არის. თუ მოვიგე მთავრობას ვაძლევ, თუ წავაგე მაინც მთავრობასაც. ხო, ესე იგი იმ მაინც მასწავლებელს მოვჭრით თავს. სიტყვაზე იმპორტზე თუ შემოდის ტანსაცმელი, ხო, ის მბაჟდება, ხო, აუცილებლად და ჩვენ რეექსპორტის რეჟიმზე ვართ დამოკიდებული, რომ შეიძლება აზერბაიჯანში გაიყიდოს, სასომხეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. და როცა აღმოჩნდება, რომ ეს მანქანა არ იყიდება იმ გარკვეულ 45 დღეში, ხო? მაშინ უკვე ჩვენ ჯარიმები გვერიცხავთ. აი ეგ გადამაინც ამ ჯარიმებს რო აუცდეთ არ გქონდეს გადასახადი ამ ჯარიმის სიტყვაზე 2015 წლის ბოლომდე, სანამ გამოსწორდება ვითარება. დღეში საშუალოდ რამდენი მანქანა იყიდება თუ გააქვს? აი ახლა ამ სალონიდან სულ ერთი მანქანა გაიყიდა. ერთადერთი წალი მანქანა. ისიც 2000 დოლარი იზარა. და აი დინამიკა როგორია ვთქვათ, აი იგივე რო ავიღოთ ვთქვათ 2000 წელს რა ხდებოდა ან 2011. 2000 წელს ხდებოდა მანქანები იყიდებოდა 100-ს რაღაცა შემოსავალი ქონდა ორი კაპიკი, მაგრამ ნებისმიერი აგებს მანქანაში, ნებისმიერი. აი შეეკითხე ნებისმიერ რამოდენა ხალხი გზავს. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ აი ახლა ეს მანქანების გაყიდვას დაელოდებიან და უკვე ახალი მანქანები შემოდის, არ შემოდის როგორ? აი ახლა არ შემოდის, ახლა ევროსკუცის ეს ალარის კურსმაც ალბათ იმოქმედა. აი ჩვენი ხალხიც ყიდულობდა მანქანას ადგილობრივი, მაგრამ არც ეს ხალხი არ შემოდის. 1-2 კაცი თუ შემოა, შაბათ-კვირას იყიდება, ალბათ 2-3 მანქანა ამ ორ სალონიდან. ისაც ზარალით იყიდება 3000 2000 ვერ ვეწევით, ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას იკლებს და იკლებს ფასისასწავლო. ვისაც შემოსავალი აქვს ლარში, ხო, იმას უჭირს უკიდო მანქანას, ხო, იმიტომ რომ სიტყვაზე 10000 ლარში თუ მოდიოდა 6000 დოლარი, ახლა მოდის 5000 დოლარი და თავს იკავებს, ხო? ხო, 4500 სიტყვაზე. და თავს იკავებს ყიდვისგან, რა. ეს ყველაფერი არის ჯაჭვი, ხო? ის ჯაჭვი არის ბევრად გარღვეული. რაღაცა ვიღაცამ უნდა დაждდეს და მოიგოს. და რეექსპორტი რო გაიოლდეს, ამ თვალსაზრისით თუ თვლით რომ შეიძლება რაღაც ნაბიჯები გადაიდგას იგივე რაღაც ბაზრების მოძიების გზით ანუ ამ მხრივ რამეს ელით ხელისუფლება. აზერბაიჯანი რო შემოგვიმდეს რა. არაფერია, ვინ რომელი ქვეყანა აზერბაიჯანო მოწია. ხელისუფლება ვერ შეძლებს და ვერ შეძლებს სხვა ქვეყანა შემოვიდეს. ან ისევ აზერბაიჯანის მოქალაქეები ჩამოვიდნენ და ის მანქანები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ აზერბაიჯანის მიერ შემოღებულ ახალ სტანდარტს, ეს ევრო 4, რაც არის და თქვა 2004 წელს. იმ მანქანების ბიზნესის გართულებულია. ის არის ეს მანქანა. ეს ბიზნესი მანქანებია. სიტყვაზე 10000 დოლარად რო ყიდულობდა მანქანას, რომელიც იყო დაბალწლოვანების, ხო? უკვე ის დაბალწლოვანების ვეღარ მიყავს და ეს 10000-იანი გახდა 20000-იანი. ალბათ აზერბაიჯანშიც არა აქვს ხალხს იმდენი ფული, რომ ჩამოვიდეს და იყიდეს. რა თქმა უნდა იმოქმედა, მაგრამ
საქმე რაშია რომ ხო შეიძლებოდა რომ ან გადაეწიათ ან დალაპარაკებოდნენ ან რაღაც მოეგვარებინათ ხო ანამდე ხო მოაგვარეს და სახელმწიფოს ინტერესშიც არის იმიტომ რომ მე მაგალითად ამ ახალი წლის მერე 2015 წლის რაც დაიწყო ეს 2015 წელი სადღაც 7-8000 ლარამდე მაქვს უკვე შეტანილი ბიუჯეტში ფული და მარტო ჩემზე ხო არ არის სიტყვაზე სხვა ბევრს შექონდა მაგრამ ისიც ხო შემცირდა ხო შემცირებულია ეს ბიუჯეტში ფული შეცვლა შემცირებულია ფული აღარ იშოვება უბრალოდ გლეხურად რო გითხრათ რა ხო ხედავთ ლარის კურსი სადავიდა და $1 იმ ჩვეულებრივ მყიდველმა რომ გაყიდა დაუშვათ კარტოფილი ხომ გაყიდა ლარზე მერე ხო იმან უნდა $1 იყიდოს რომ მომიტანოს და მე მომცეს მე კიდე ამერიკაში უნდა გადავგზავნო ის $, ხო ხო და ვეღარ ერევა ის კარტოფილი იმ გადახურდავებას აი ეს არის ესეთი მიზეზი მაგრამ მაგას თავი დავანებ აზერბაიჯანს რო აბრალებენ ანუ აზერბაიჯანის თემას აზერბაიჯანს თავის სატკივარი აქვს მაგრამ შეიძლებოდა იმ აზერბაიჯანშიაც ცოტა მაღალ დონეზე რაღაცა მოგვარებული €15 ვიხდით. გამოსასვლელს კიდევ €15 ვიხდით. სომეხია თუ თაღარი შემოდის ჩვენ არაფერს არ იხდიან. ჩავიდა ის ოჯახაშენებული ვინ იყო სააკაშვილი იყო თუ მის მოადგილე იყო თუ პატარა კაცი იყო მოგვიხსნეს ეს €15. არ შეუძლია მთავრობას რომ სადმე გავიდეს და რაღაცა კანალები გავიკეთოს. როგორ